ну ალბათ იცით და რენტგენი რომ გადაიღეთ თქვენ ალბათ რენტგენოლოგმაც გითხრათ რომ ეს არის სკოლიოზი ანუ ხერხემლის გამრუდება ამ ეტაპზე არის მეორე ხარისხის გამრუდება არის მარჯვენა მხრივი და აუცილებლად ყურადღება მისაქცევია ეს ყველაფერი მით უმეტეს წელწერფიანობაც არის ეს ძალიან ხშირად თანხლები პათოლოგიებია და მე ვფიქრობ რომ აქ უფრო ასეთი აქტიური მკურნალობა არის საჭირო ამისთვის ჩვენ კლინიკაში ყველანაირი პირობებია ამბავს ესაჭიროება სამკურნალო მასაჟი, ესაჭიროება სამკურნალო ვარჯიშები, ანუ კინეზოთერაპია, ასევე ჩვენთან არის ბასეინი, სადაც შესაძლებელია რომ ბასეინში წყალში ჩაუტარდეს ბავშვს ვარჯიშები. არის ჩვენთან ფიზიო კაბინეტი, სადაც სპეციალური ფიზიო პროცედურები შესაძლებელია ჩაუტარდეს ამ ბავშვს და ჩვენ შეურჩევთ ამას. იქ არის ზურგის კუნთების სისუსტე არის და ამიტომ მუცლის კუნთების სისუსტეა და სასურველი იქნება რომ გავაკეთოთ ელექტროსტიმულაცია ამ ზურგის კუნთების რომ გავამაგროთ. ძირითადი აქცენტი უნდა გავაკეთოთ მისი კუნთების გამაგრებაზე. დიდი მადლობა. თქვენ ძალიან დავაიმედეთ და ვიცი რომ ბავშვი მადლობა. ჯანმრთელი აღვეზდება.